მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენს ახალ ვლოგში სამწუხაროდ თაკოს არ გადავაღებდი დილის კადრები და ვუთხარი რომ ცუდად გამოვიყურებით თქო და ცოტა მე დავიწყოთ გადაღება თქო, თუმცა მივხვდი რომ სანამ მე ცოტა აზრზე მოვალ, უკვე ნახევარდღე გასული იქნება შესაბამისად. გადავწყვიტე რომ მაინც დამეწყო და შესავალი უკვე გადამეღო, სანამ თაკო არის სტომატოლოგთან, მალე გამოვა წესით. დღეს არის შაბათი და მე მგონი მომავალში ჩვენი ვლოგები ძირითადად იქნება შაბათ-კვირის, რადგან თაკო მთელი კვირა მუშაობს და არაფერი საერთოდ არ ხდება გადასაღები და ძირითადად ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ ხოლმე შაბათ-კვირას. ისეთი ცხოვრებით, როგორც მანამ სანამ თაკო დაიწყებდა მუშაობას. ეხლა თაკო როგორც კი გამოვა, არაფერი გეგმები არ გვაქვს, პირდაპირ მივდივართ სახლში. უნდა მოვწესრიგდე სახლი, მოვალაგო და შემდეგ უკლედ მივდივართ თელავში. დღეს არის დინებო თბილისისა და თელავის დაპირისპირება. იმედი მაქვს რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. თუმცა წინასწარ კილწილს არ ვაპირებ, იმიტომ რომ ქუთაისის გამოცდილებას გავითვალისწინებ და იმდენი ისეთი იმედი გვქონდა გამარჯვების და გამობუნძურდით ქულის გარეშე. ამიტომ ახლა ამ შეცდომაზე ნასწავლი არაფერს არ ვიტყვი, უბრალოდ ესე იმედს დავიტოვებ რომ მოვიგებთ. და ნავიც გავეტაროთ ერთად დღევანდელი დღე, ვინც დარჩებით ვიდეოს ბოლომდე აღმოჩნდებით თელავში, აღმოჩნდებით ძალიან კარგ თამაში თაკო მოვიდა. გამოვიარეთ ფოსტაში, საუნდა უნდა იყოს ამანათი, ველოდებით. ეს ხალბატონი უკან ზის. მოვიტანე ამანათი და ვნახოთ ახლა რა გამოვწერე საბერძნეთის აფთიაქიდან. ესე იგი, მე როგორც შევნიშნე, საბერძნეთში არ არის ესეთი ქსელური აფთიაქები. შეიძლება ერთმე პატრონის რამოდენიმე ფილიალი ქონდეს ალბათ, მაგრამ უფრო ხშირად, რაც აფთიაქები მინახავს, ერთ-ერთი ფილიალი აქვთ ხოლმე და სავარაუდოდ, როგორც ჩვენთან იყო ადრე, ეგრეა, იქაც ესე კერძო აფთიაქები. აქაც კერძოა, მაგრამ ესე ბრენდივით მოკლედ არ არის. შესაბამისად, როცა დაგუგლავთ საბერძნეთის აფთიაქებს, ძალიან ბევრ აფთიაქს ამოგიგდებთ და ამიტომ შეიძლება ვიღაცისთვის ცოტა ის იყოს, აი სანდოობის ამბავი. სწორედ მეც მაგიტომ დიდად საიტებზე არ შემიდარებია ფასები და ფასის მიხედვით არ ამომირჩევია აფთიაქი, საიდანაც ვიწერ ხოლმე. ეს არის ის აფთიაქი ზუსტად, რომელიც ჩემს კორპუსთან იყო ხოლმე მოკლედ სალონიკში მიტროპოლეოზე, როცა ვცხოვრობდი და სულ აქ ვყიდულობდი. როგორც წესი მიტროპოლეო ძალიან ესე ცენტრალური ქუჩაა სალონიკის და შესაბამისად შეიძლება ოდნავ ძვირი ყოფილიყო, მაგრამ ისეთი განსხვავება ფასებში არასდროს არ მინახავს სხვა ცოტა გარეუბნის აფთიაქებთან ან საიტებზე. შესაბამისად, მოკლედ მაინც ვიწერ ამ აფთიაქიდან, ძალიან კარგი ფასებია, ფასდაკლებიც ხშირად არის ხოლმე და მოკლედ მე ძალიან მომწონს. ესე იგი, ძალიან მარტივია საბერძნეთის აფთიაქებიდან გამოწერა. ჩვეულებრივად იგივე პრინციპია, როგორც საბერძნეთის ზარადან და მოკლედ ესე მარტივად ვიწერ რა. იმდენად ადვილია გამოწერა, რომ არ მეზარება. და ვიწერ ხოლმე ესეთი ელემენტარულ რაღაცებსაც, როგორც არის დეოდორანტები და კბილის ჯაგრისები. ძალიან მომწონს კუროპროქსი, ჩვენთან არის 30 ლარი და ფაქტობრივად მაგ ფასში 2 ცალი მომდის და როცა არ მეჩქარება, ესე მარაგისთვის ვიწერ ხოლმე, რატომაც არა. და ხო, იქ თითოში გადავიხადე 4.5, ალბათ სადღაც 12 ლარი. სულ ჯამში გადავიხადე 61 евро. უფრო რაც ღირს რეალურად საბერძნეთთან გამოწერა აფთიაქიდან, ეს არის ჩემთვის დეოდორანტები. მაგალითად, უკვე წლები ვხმარობ ვიშის დეოდორანტს, აქ საკმაოდ ძვირი ღირს და შესაბამისად, ამას ვიწერე ჯაგრისებსაც ხელს გამოვაყოლებ ხოლმე და ვიკეთებ ჯაგრისების და დეოდორანტების მარაგს. 14 евро გადავიხადე 2 ცალში. სადღაც 14 евро არის 40 ლარი. თითო გამოდის 20 ლარი, რაც არის იდეალური ფასი აქ ფასდაკლებაზე. მე მგონი ღირს 50 ლარი 1 ცალი. კიდევ რაც გამოვიწერე, ეს არის იკალფატი, რა ქვია მას, ვერასდროს ვერ მომის სახელს. ავენის კრემი, რომელიც არ არის დამატენიანებელი, არის სახის ბარიერის აღმდგენი. მე პრინციპში ვიყენებ ხანდახან როგორც დამატენიანებელს, ანუ შეიძლება დილით ეს წავისვა და საღამოს უკვე, რასაც ქვია, დამატენიანებელი და ხშირად კიდე ამას ვიყენებ ხოლმე ტონალურად, როგორც პრაიმერს და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ საკმაოდ სქელია. ბზინავს ძალიან კანი და ამაზე კიდევ რაღაცა თხელი ესეთი glow
მოტონალურო რაღაცა, უფრო ბზინავია ხოლმე და მოკლედ მომწონს. ისე თავისი დანიშნულებით გამოიყენება როგორც გაღიზიანებულ სახეზე, ბარიერის აღმდგენია და რა ვიცი, დაზიანებებსაც რო გაიკაწროთ და მე ის მოშუშტეს ადვილად, ამას იყენებენ ხოლმე. თაკო რა ქვია ამას? ციკაპლასტი. ციკაპლასტი, ხო, მე კი კალხატე თუ რაღაცას ვიძახდი სასწაულში. სულ მიგზავნე ხოლმე საჩუქარს. აჰა, ნახოთ ახლა რა არის მაუს ბოშ. პირის ღრუსავლებია და ეს არის რეტინოლის ბუსტი. აროშეს სერუმი. ეს რა ღირდა კიკალპასტიო თუ რაღაცა? 15 евро. აქ რა გახსნა დიდი არცი, აქ დიდი არცი ყიდება მე მგონი 30-იანი, ეს 100-იანია. და 15 евро გადავიხადე, ეს არის სადღაც 50 ლარი. 40 ლარების პატარა ფასაკლები. ხო, აქ 50 იღებს სამჯერ დიდი. კიდევ რამაც გამოვიცე სხვათა შორის, ამდენ რაღაცას ხა, ესენი უფრო ძიმე რაღაცები 6 ლარი მოუწია წონა. არ ვიცი. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი შენაძენია ჩემი აზრით. ნუ ეხლა დეოდორანტის თუ გაგითავდება და კვილიჭაგრის შესასვლელი გაქვს. უნდა იყიდო, მაგრამ მარაგისთვის ისეთი კარგი ფასებია, რომ ხირს მარაგის გაკეთება. ერთადერთი რაც ცუდი აქ ამ საბერძნეთის გადამზიდებს იცი რა არის? აი თუ ორ შაბათს მივიდა ამანეთი ან სამ შაბათს ელოდება უკვე ერთი კვირა იქ დევს და მე იგზავნება. აი თუ პარასკევს მივიდა ამანეთი ან რაღაც შაბათს, კაი ეგრევე ორ დღეში იგზავნება. მაგრამ თუ ორ შაბათს მივიდა სამ შაბათს ამანეთი, ერთი რეისი რო არის? ხო, ერთი რეისი არის კვირაში. და всё, სულეს. დღეს იქნება ტყუპების ვლოგი, ერთ-ერთი სედები გვეცვია და ერთ-ერთი შარლები გვეცვია. და ერთ-ერთი კოსმეტიკი გვაქვს. იმიტომ რომ სალმე მათქა. ესე და თაკო მიყიდა. მოკლედ, მეგობრებო, 1 საათში მივდივართ თელავისკენ, ამიტომ სასწრაფოდ მოვწესრიგდე, მე თმა გავიკეთო და ასე და ისე, ამიტომ გადმოვინაცვლეთ. გადმოვინაცვლეთ რა წერან აქროჯიკი. ცალო შენი. კარგი. ეხლა თავი თაკო არ წაისვას მიშას კუშონი და არ დაემსგავსოს მიცვალებულს. და მზად მქონდა. ორჯერ მომაშორებინა. იმდენი კარგი პროდუქტები გვაქვს და მაინც და მაინც თვითონაც აქვს შისეიდოს ტონალური რაღაც, მაგრამ ესე იგი ეს მიშაზე არის შენ ნაციონალი ხო არ. ესე იგი, ეხლა ნახეთ ჩვენ რა პროდუქტები გვაქვს. საკმაოდ თან განახებთ ახალ რაღაცებს, გაგიზიარებთ. მე ზოგადად აი გამოყოთვა არ მიყვარს ხოლმე თუ უკვე ეს პროდუქტები დიდი ხნის ჩამოსვლილი გახსნილი მოხდა ასე შემდეგ. თუ მოკლედ მომიჯი არ ვიღებთ YouTube vlogs, მე ესე ცალკე აღარ ვაკეთებ ხოლმე ამ გამოყოთვებს. ამიტომ არ ვიცი TikTok-ზე ნახეთ თუ არა, გამოვიწერე Elf-ის საკმაოდ დიდი viral პროდუქტები. ტუჯ-საცხი გამოვწერე და კონსილერი გამოვწერე. მოკლედ აი ამ პროდუქტით ვარ მართლაც აღფრთოვანებული ფასთან მიმართებაში არის ძალიან კარგი. ფასთან რატო ისე ძალიან კარგია? მოკლედ ამ პროდუქტით ვარ აღფრთოვანებული, ძალიან მომწონს და შარლოტ ტილბურის დიუპია, როგორც იცით და არის მოკლედ ერთ-ერთში. ჩემთვის პირადად და კიდევ უფრო უკეთესი ბზინვარება აქვს ამას ვიდრე შარლოტს. როგორც მივხვდი, ამ პროდუქტის შარლოტის ბზინვარებაც დამოკიდებულია სახისგან. ადრე შარლოტ ტილბურის ის პროდუქტი დიდად არ მომწონდა, იმიტომ რომ ისეთი ბზინვარება არ ჰქონდა ჩემს სახისგანზე და იგივე შემიძლია ვთქვა ამას. ძალიან მომწონს, მაგრამ ვიდეოებში რომ ნახულობ, ზოგოგოს ისე უბრწყინავს სახე, რომ ჩემს შემთხვევაში ესე არ ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს მშრალი კანი, კომბინირებული მაქვს თან. აი ამას ვიყენებ ხოლმე, საკმაოდ მძიმე და ესეთი პროდუქტია. ეხლა ეს რომ ვიყიდე, გადმოვერთე და მუდმივად ამას ვისმევ და დამრჩა ეს შანელი ესე გვერდზე გაწეული, რომელიც ნიკამ ახალ წელს მაჩუქა. არის შანელის ტინტი. სულ ძალიან მაინტერესებდა ეს პროდუქტი და ხელზე სულ სინჯავდი ხოლმე იმაში, რა ქვია, Sephora-ში და ძალიან თხელი იყო. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი დაფარვა აქვს. ბოლო დროს გადავეჩვი ესეთ მძიმე ტონალურებს Yves Saint Laurent-ის ადრე რომ მქონდა და შეიძლება ბევრჯერ გაქვთ ნანახი ამას ვისმევდი ხოლმე. ეხლა ძალიან მძიმეა ჩემთვის და მოკლედ აღარ ვისმევ ხოლმე ეგეთ ტონალურებს. რაღაცა მაკიაჟის გაკეთების დროს ლაპარაკი მიჭირს. მე წინა დღეს მინდოდა სიკაპლასტი და გამოვიწერე შემთხვევით სხვა აფთიაქის აპლიკაციიდან შევუკვეთე. Cold cream არის და ყოფილა თურმე ძალიან მშრალი კანისთვის. და
და რო წავისვით ძალიან განსხვავებული ტექსტურა ჰქონდა და კი ვფიქრობდი რატომ მეთქი და მე სალონის ესე შევადარე და მოვწლავთ სიკაპლასტინას. ეხლა კაია, იცი რატო? მაკიაჟამდე რომ ძალიან კარგად დაატენიანოს კანი. მე თამას წავისვამ. და ისვი და მე კონსილერებით იმასკენ. ხო, და რასაც სხვა პროდუქტებზე იგივეს ვერ ვიტყვი. ნუ აი ეს ძალიან კარგია, მომეწონა, მართლა დიორის ანალოგია ესეც, ტუჩის სეთი და მართლა არ ვიყიდი დიორს თუ უბრალოდ შეგუთხა არ გინდათ და ესე რაღაც თავისი ის აქვს ხოლმე რა. ეგ არა? ხო, მაგრამ ზუსტად დიორის რაც არის lip oil, ეგეთია. კონსილერი TikTok-ზე ვთქვი, რომ ძალიან ჯდება მეთქი ნაოჭებში თქო, თუმცა საკითხავია, რომელი კონსილერი არ ჯდება ნაოჭებში, ამიტომ ამის გამო დიდად ვერ დავიწუნებდი ამ მე მაგალითად შარლოტას ეს მირჩევნია ბევრად, რა, აი მქონდა და საფაქტურად გადავაგდე ახალი, საერთოდ არ გამომიყენები, იმდენად სქელი იყო ჩემთვის. თამ ამბობენ, რომ ერთ ფერში მეყავს კანიო და დიდად დაფარო არ აქვსო, მაგრამ ჩემთვის აქვს დაფარო აი ხო. შისეიდო შევურია. რა, რატო? დაფარო არ ქონდა, წითელ კანს ვერ მიფარავს. და მე არ მეყვარს, როცა რაღაცას ვისვამ და კანი ისევ წითელია. ისეთ როზაცია გამიგებს. მე ხო წავისმე. თქვენის დამთავრდა. დუაშის მსგავსად დიორის პომადას. ეხლა სალომე გაიშრობს თმას, მოვემზადებით და გავალთ. თავარი დღის გეგმა იყო ბრეკეტები და თელოში წასვლა. იმედია გავიმარჯვებთ და გამარჯვებულები დავუბრუნდებთ. მაკდონალდში შემოვიარეთ ჩვენებს ველოდებით და სალომე შეჭამს მეყავას დამლევთ და მერე გავაგრძელებთ გზას. In 500 meters, turn left onto B. მორჩა პირველი ტაიმი 1:1-ია. მე 5 წუთზე თუ მე 10 წუთზე მე მგონი გაგვიტანეს გოლი. მოკლედ თამაში დასაწყისში გაგვიტანეს გოლი. მალევე გაგვიგდეს ჩვენიანი 1. ხო, მაგრამ ეცან. ვენ დავითოვდა. მანკანის საფურავზე ხართ ეხლა თქვენ. რა დრო იყო? გვია დღემ შვიდობისა. სალონიდან კადილიდან იყვნენ გასულები. მე გვია შემოგვერთი, მოვედით ისტროინში. მე ვიყი და Wi-Fi-ის რაუტერი. რადგან დამიძოლდა და ინტერნეტი ძალიან ჭედავს და სალომე და აივნისთვის პილესას. ჩვენ შევიძინეთ საკმაოდ ბიუჯეტური მტვერსასრუტი, ძველმოდური, შნურიანი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ ძველებურ მტვერსასრუტებს რომ აქვს ისეთი შესრუტვა და შეწოვა, სამწუხაროდ ამ უსადენოებს არ აქვს. მე ვინაიდან მე მაქვს ელექტროხელის მტვერსასრუტი, აი აქ გამოვაჩენთ მოდელს, რომელიც მაქვს, სამწუხაროდ საერთოდ არ მომწონს, უკვე მგონი ბატარეაც გაფუჭდა და მოკლედ არაფერს არ შვება. ამიტომ ოჯახში დადგა საკითხი, რომ უნდა გვეყიდა ახალი მტვერსასრუტი. და ძალიან მინდოდა Dyson-ის ერთ-ერთი უახლესი მოდელი, რომელიც არის მე-5 თაობის. თუმცა სამწუხაროდ საქართველოში ყველგან ამოყიდულია, დარჩენილია მხოლოდ რეგიონებში და მოკლედ ველოდები რომ შემოიტანონ და იმედი მაქვს რომ ამაზე უფრო ახალი მოდელიც არის, რომელიც ჯერ საქართველოში არ ყოფილა. დიდი განსხვავება მაგ ორ შორის არ არის, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მოკლედ სულ ახალი რომელიც არის ის 140 წუთი ძლებს, მაგრამ რეალურად ორი ბატარეა მოყვება. 270 წუთიანი ბატარეა მოყვება და ეს რომელიც საქართველოშია, რომელიც მე მინდა რომ ვიყიდო, მხოლოდ 60 თუ 70 წუთი ძლებს. მაგრამ არის შესაძლებლობა იმის რომ ვიყიდოთ ცალკე ბატარეა. ამიტომ სანამ ველოდები ამ Dyson-ის მოდელს გადავწყვიტე რომ მეყიდა ძალიან ბიუჯეტური ვარიანტი, რომელსაც ცოტა ხანი სახლშიც გამოვიყენებ და ძირითადად მე როცა Dyson-ს ვიყიდი, ეს გადაინაცვლებს უკვე ოფიციალურად აივნის მტვერსასრუტად.
იმიტომ რომ საკმაოდ დიდი აივანი გვაქვს, დაახლოებით 20 კვადრატი აივანი და მოკლედ გაზაფხული საფხული არის ჩემთვის ძალიან რთული და სეზონის ნებისმიერი დრო, მაგრამ განსაკუთრებით როცა აივანს ვიყენებ, იმიტომ რომ ყოველდღიურად იმდენი მტვერი ჩდება, რომ ფიზიკურად ესეთი მძლავრი მტვერსასრუტი თუ არ გაქვს, ძალიან ძნელია რომ სულ გქონდეს აივანი მოწესრიგებული. ვინაიდან მარტო აივნისთვის არის არჩევანი შევეჩერე ესეთ ბიუჯეტურ მოდელზე. ხო და მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტურია, ძალიან კარგი შეწოვა აქვს. ესეთი პატარა მტვერსასრუტია, საკმაოდ მსუბუქია, 4 კილოა. Samsung-ის მოდელი, რომელსაც თავიდან ვფიქრობდი, იყო 7 კილო. შემდეგ უკვე Samsung-ის 4 კილოიანი შევარჩიე, მაგრამ ამ მოდელს უფრო კარგი კონტეინერი აქვს. აი ეს უფრო კარგი აქვს. ვიდრე Samsung-ებს, ის სხვანაირად იხსნება, ეს უფრო მარტივია. და ამის ფილტრი ირეცხება. ამის ფილტრი ირეცხება, იმათი ფილტრი არ ირეცხებოდა და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ ეს მოკლედ შემეძინა ეს მტვერსასრუტი. და იმედია, რომ გამომადგება სახლშიც და უფრო აივანებზე. ცალ კარგად არ გაქვს შედებული. ანუ სხვა ჯერჯერობით დაიშალა. ფილტრი გამოვარდა. აი ხო გადავწევან არ გავაკეთე კარგად. Dani. სახლი დავამტვერსასრუტე. სადილი მოვაყახშამი უბრალოდ მოვამზადე. ამასობაში დავამონტაჟებდა vlogs და ამიტომ ეს ნაწილი ვერ გადავიღეთ. ჯებსანდალი მოვამზადე, აი უგემრიელესი. მაგრამ მივდივართ სტამბაში აზიური საჭმელად. იწვალე ხლა ამასთვის თქვენ. გავუკეთე საჭმელი. საჭმელი. ეს თემი არიან ესენი. ეს ისევ არ არიან. რაც ვაკეთებდი, მადრიჯანი მიფუძნებოდ. წავედი და ჩქუჩქუჩქუ. წავედი ახლა სახლში და დავტოვე. ერთი კვირა დავაბინავებ. ჩვენ აქ დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ vlogში. კარგად.